მედიკამენტებზე უკვე მიღებული გვაქვს თანხმობა, დაიწყება კონკრეტული მედიკამენტების შემოსვლა მაქსიმუმ თვენახევარი 2 თვეში. გააჩნია ხა კომპანიებთან მოლაპარაკება. მშობლები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. პირველი გამარჯვება მოპოვებულია, ბავშვებს წამლები ექნებათ. ახლა მთავარია დრო. მაქსიმუმ 2 თვეში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები წამლებს მიიღებენ. როგორც გითხრეს, რომ გუშინვე დაიწყებოდა უკვე დრო დასაკარგი არ გვაქვს ნამდვილად. რაც მთავარია, რომ მართულ გუნდში ვიქნებით ჩვენს მშობლები, რამდენიმე მშობელი, გავაკონტროლებთ ამ პროცესებს. ეს არ ნიშნავს, როდესაც ვსაუბრობთ რამდენიმე მედიკამენტზე დაბლოკილია სხვა მედიკამენტები, ამ მედიკამენტებისთვის ღია არის კარი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ეტაპობრივად, რაც კი ახალიც იქნება მედიკამენტები, ისინიც შემოვა. უამრავი პროპაგანდა აგორდა, რას აღარ ვისმენდით, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა ამ მედიკამენტების უსაფრთხოების განხილვა. ორივე მხარე შევთავაზეთ იმაზე, რომ ეს წამლები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ბავშვების გადასარჩენად. ამ მიზნის მისაღწევად მშობლები 2 წელია იბრძვიან. 2 წელია მთავრობას თხოვენ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმების მიღწევას და წამლების შემოტანას. 46 დღე მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ, თუმცა ყოველჯერზე უარს იღებდნენ. უფრო მეტიც, მიმდინარეობდა მადისკრედიტირებელი კამპანიები მშობლების და წამლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ წამლები, რასაც მშობლები ითხოვდნენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამრიგად მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი შედეგია, მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე ჰქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება. წამლის შესყიდვაზე თანხმობამდე ამ გადაწყვეტილებას პროსახელისუფლებო მედიები და ქართული ოცნების ღია მხარდამჭერები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დღეს შალვა პაპუაშვილმა აქცენტი გადაიტანა ოპონენტებზე და თავი აარიდა საუბარს მშობლების დისკრედიტაციის კამპანიაზე. ჩვენთვის თავარია, რომ მშობლებმა საზოგადოება ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რას იზავს სხვა ჯგუფებს, რაც შეეხება, ეს ისედაც ჩანდა თავიდანვე, რომ ჩანდა რა ვიცით ყველამ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვის მნიშვნელობა თემას არ აქვს, შეუძლიათ ყველაფერი, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკური დღესდღეობის გამოიყენონ, აქ მორალი მათთვის არ მოქმედებს. ირაკლი კობახიძესთან მეორე შეხვედრაზე მშობლებს წამლების მავნებელობასთან დაკავშირებული არგუმენტები აღარ მოусმენიათ. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და თავდაპირველად 2 მედიკამენტთან დაკავშირებით დაჩქარდება კონტაქტი ფარმაცევტულ კომპანიებთან. კახა წიქარიშვილი თვლის, რომ ეს შედეგი მშობლებმა ბრძოლის შედეგად მიიღეს და ამაში დიდი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. ჩვენ ვიცით, რომ ფარმაცევტული კომპანიები ღია არიან კომუნიკაციისთვის, ჩვენ ვიცით, რომ წამლის მარაგები არსებობს, ასე რომ არაფერი არ უშლის ხელს კომუნიკაციის დაწყებას და ძალიან სწრაფად შეიძლება ამ წამლების შემოტანა ქვეყანაში. ყველა ფაქტორმა ცალ-ცალკე და ერთად აღებულმა მოახდინა ზეგავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. ეს იყო როგორც აქციები, ასევე ხელმოწერების შეგროვება, ასევე თანხების შეგროვება, სადაც აი უპრეცედენტო ერთსულოვნება ვნახეთ. ასევე საპატრიარქოს ჩართულობა წერილი ბიძინა ივანიშვილთან, შიმშილობის გამოცხადება, ამან ვფიქრობ ერთობლივად ყველაფერმა იმუშავა. ხელისუფლება როცა ოჯახებს უარს ეუბნებოდა, მათ გვერდით საზოგადოება დადგა. 2 მილიონი ლარი შეგროვდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების დასახმარებლად. საწოლები არ ქონდათ ნორმალური საწოლები, ეს ფალსა ფუნქციები. არ ქონდათ, რა ვიცი, აი სასუქი აპარატები, ეწლები, მეორადი ეწლები ქონდა და ასე შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ თქვენ ფიქრობთ, თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ამას, ხო? მოდი, აბა, ალგე და შევარგროვოთ. ქართულ მოცემამ ნახა, რომ აი ამ ამბავს ისე მარტივად ვერ გაატარებდა და ნახა, რომ აქედან მხარეს იპყრებოდა ის ერთიანობა, რის წინააღმდეგაც იბრძვის მთელი ეს ავტოკრატიული რეჟიმი, რომ დააყოს ეს საზოგადოება და აი ამის ეს რომ დაინახა, მიხვდა, რომ ამის
გაგრძელება, ან შორტ წასვლა ამ ამბავში არ აწყობდა, ჩაყოლა არ აწყობდა და ზუსტად ეს გადადგმული ნაბიჯი ზუსტად ამას მიანიშნებს, მაგრამ თავარია ბავშვებს ექნება წამალი. სახელმწიფო ჯგუფს წესით ფარმაცევტულ კომპანიებთან გუშინ კონტაქტი უნდა ჰქონოდათ, მაქსიმუმ 2 თვეში კი ოჯახები წამლებს ელოდებიან.